ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამუშაო ჯგუფის წევრები გერმანიაში იმყოფებოდნენ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრები გამართეს და 2018 წელს გასამართი ბაზრობის დეტალებზე იმსჯელეს. საქართველოს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება. რამდენიმე დღის განმავლობაში ბაზრობის სტუმრებს საშუალება ექნებათ ქართულ ლიტერატურასთან ერთად ქვეყნის კულტურასა და ისტორიასაც გაეცნონ. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელზეც საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება დაწყებულია. ქართული დელეგაციის წევრებმა ის პავილიონები დაათვალიერეს, სადაც 2018 წელს ქართული კუთხეები მოეწყობა. წიგნის ბაზრობის მთავარი პავილიონები, მუზეუმები, თეატრები და საგამოფენო სივრცეები ქართულ კულტურას დაეთმობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვიტანოთ აქამდე ის, რომ ჩვენ ვართ თანამედროვე ევროპული ქვეყანა, განვითარებული ქვეყანა, ძალიან მდიდარი წარსულით. ეს არის პლატფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ქართული ლიტერატურის ელჩის პოზიციიდან გავაცნოთ თელს მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა. ქართული ლიტერატურის და კულტურის გასაცნობად საქართველოს ფრანკფურტში დიდი საერთაშორისო ასპარეზი ეთმობა. მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე აფასებენ ბაზრობის ხელმძღვანელები. ეს არის ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ეხება არა მხოლოდ ლიტერატურულ შეთავაზებებს, კითხვასა და წიგნებს, არამედ იმ ისტორიას, რომელიც უნდა მოუყვეთ აქ შეკრებილ საზოგადოებას. ვხედავ, რომ ბევრი პროფესიონალური ნაბიჯია გადადგმული იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურა მსოფლიომ გაიცნოს. საქართველოს ძალიან კარგად არწმებს თავს დასახულ ამოცანას. ქართული ანბანის 33 ასობგერით მოყოლილი საქართველოს ისტორია. ეს იქნება იმ მულტიმედიური კულტურული პავილიონის პროექტის კონცეფცია, რომლის ავტორიც მხატვარი თამარ კვესიტაძეა, სამხატვრო ხელმძღვანელი კი რეჟისორი დავით დოიაშვილი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს საშუალება ექნებათ ქართულ პავილიონს ესტუნონ და ვიზუალურად იმოგზაურონ საქართველოში. პავილიონში ქართული კაფეც გაიხსნება. ასევე ფრანკფურტში სპეციალური პროგრამა შედგება ქართული სამზარეულოს გასაცნობადაც. მე მინდა რომ ისინი აღმოჩნდნენ საქართველოში 33 ადგილას და იმ წუთში, როდესაც ისინი არიან ამ პავილიონში. ეს არის შესაძლებელი, 33 არ არის უბრალოდ სიტყვა, ეს არის ანბანის 33 ასო. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დიდი ღონისძიება არა მარტო ლიტერატურულ, არამედ ზოგადად კულტურულ სფეროში. ბაზრობას 5 საუკუნოვანი ისტორია აქვს და ყოველ წელს ოქტომბრის შუა რიცხვებში ტარდება. მომის მთავარი